პირველი შვიდეულის სამშაბათი. წმინდა თეოდორე სტუდიელის ქადაგება. ვაკურთხენ მამაო, ძმანო და მამანო, ყოველსა ჟამსა და ყოველსა დღესა სარგებელარს ხსენებაი სიკვდილისა და ჯერარს, რათა ყოველსა ჟამსა ამიერ განსვლისა ჩვენისათვის და მერმისა მის საქმეთა ჩვენთა სიტყვის მიცემისათვის ზრახვიდეთ. ყოველთვის კარგია სიკვდილის ხსოვნაო, სიკვდილზე ფიქრიო, რომ ამ წუთისობრიდან უნდა გავიდეთ და ჩვენი საქმეების გამო ღვთის წინაშე პასუხი მივცეთ. ხოლო ფრიად უმეტეს აწინდასა ამას ჟამსა მარხვისასა, სათქმელარს მისთვის და მარხვის დროს კიდევ უფრო მეტად სათქმელიაო მისთვის. რამეთვაც უმეტეს სხვათა მათ დღეთასა აქვს მყუდროებაი გონებასა ჩვენსა და მარჯვეა შეწუნარებად ესე ვითართა სიტყვათა. რამე თუ მარხვისა მიერ და ფსალმუნებისა და ლოცვისა და სამთოთა სიტყვათა ზედა ის ზედა სმენისა განუდგების გულის სიტყვათა ალმური და გამზადებულარ შეწუნარებად სულიერსა მოძღვრებას. მარხვის პერიოდში რატო არისო განსაკუთრებით ამაზე საუბარი საჭიროა, რომ ლოცვის და ფსალმუნების და ღვთის სიტყვის იგი ხშირად მოსმენითო ჩვენს გულის სიტყვებსო ალმური გაშორდებაო და უფრო მყუდროა და ადვილად შეიწყნარებს. ხედავთა უკვე ვითარ ზედა ის ზედა და შემდგომად გავლენ ცხოვრების ამისგან ძმანი ჩვენი და მამანი და ესე სხვაი არარაი არს, არამედ უწყება ვითარ მეტკნიღა და ჩვენცა მივიცვალებით ამიერ. ხოლო მივიცვალებით არა საწუთოთა და ქვეყანისა ადგილთა და საყოფელთა, არამედ უნივთოთა და სამარადისოთა სავანეთა, რომელთაგან არღარ არის მოქცევა ერთგზის წარმართულთან და საშინელარს სიკვდილისათვის სმენა, ხოლო უსაშინელეს არს თვალთარა იხილოს, ვითარ იგი ჩვენ პირველ მცირედ დღეთასა ვიხილეთ ქალკიდიისა წინამძღვრისა, რამე თუ ვინაიდან პოვეთ იგი უკანასკნელსა აღმოფშვინვასა, ფრიად გამკვირდით საქმეს ამას ზედა, თუ ვითარ ერთსა წამსაშინა ჩვენთანა იყო და ჩვენ გამგვეშორა და მიეცა სიკვდილსა და ჭეშმარიტად საშინელარს სმენა და განსაკვირვებელ ხილვა. ანუ საუბარია რაზე, რომ როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ ერთმანეთის მიყოლებით ძმები და მამები გარდაიცვლებიან, აქ მონასტერზეა ლაპარაკი, მაგრამ საერთო ცხოვრებაში ჩვენ ხო ხედავთ, ხან მეზობელი გარდაიცვალა, ხან ნათესავი, ხან ის. ეს სხვა არაფერი არ არისო, თუ არა იმის ნიშანია, რომ ცოტა ჩვენც მივიცვლებით სხვა ადგილზე, ოღონდ ეს სხვა ადგილი ამ წუთისოფრში კი არ არისო, არამედ ეს არის უნივთო და მარადიული, რომელიდანაც უკან არავინ არ ბრუნდებაო და საშინელიაო ამისი სმენაო და ამისი თვალით ხილვაო და მერე ყვება ერთ-ერთ წინამძღვარზე, რომ ჩვენ მასთან ვიყავითო და მის გარდაცვალება შეესწრო, როგორც ჩანს. თქვა უკვე, ვიდრე სულიერღა იყო ნეტარი იგი, ესე ვითარი რაიმე სიტყვა მცირედღა დავეწიფე და სიტყვასა თანას შეძრა თავი ხელით ურთ, ხოლო სახე სიტყვისა მის არა გამოაცხადა. ხოლო ჩვენ გულისხმავ ყავთ, თუ რაისათვის არა იქნა გამოცხადებაი, რამე თუ ვერცაღა ეძლო და ესე ვთქო, არა მის და შესმენად ნუიყოფი, არამედ თავისათვის ისა შეშინება და თქვენ და განსაკრძალველად, რათა არა მოვიწივნეთ ესე ვითარისა ხმის აღმოთქმა ჟამსა სიკვდილისასა, არამედ გამზადებულნი შეუშკოთებელად განვიდეთ ამიერ, ვითარცა წერილ-არს განვემზადე და არა შევძრწუნდით. ანუ აღწერს იმ წინამძღვრის გარდაცვალებას და როგორც ჩანს არ იყო ეს ისეთი მშვიდი და ისეთი გარდაცვალება და ამას მის სამხილებლად კი არ ვამბობ, არამედ ჩვენს შესაშინებლად ვამბობ, რომ და ბოლოს ფსალმონის სიტყვებით ამთავრებს, რომ იგი განვემზადე და არა შევძრწუნდით. ფსალმონის სიტყვებია. ადამიანი განემზადება სულიერად, მაშინ ის გარდაცვალებით არ შეძრწუნდებაო, ამაზე ელაპარაკი. ხოლო ვერსა და ვპოვეთ ესე, არა თუ დღითი დღე თავთათვის და განვაგრძალებოდეთ და წარმართებულნი სათნოებანი დავიმარხდეთ ძალულებით და უდევქმნილნი განმართეთ მოღვაწებით და ესრად განვემზადებოდეთ მარადის
ვით არცა ზეცად აღმავალნი რამე თუ მითხარღარ თუ ვის წინაშე წავსდგებით არა ყოველთა მსაჯულისაა და უფლისავე რომლისა მოვსდრკეს ყოველი მუხლის ზეცისათა და ქვეყანისათა და ქვესკნელისათა და ყოველ მან ენა მან აღუაროს მას რომელსაც სიტყვის მიცემაი გეგულების არა ყოვლისავე ცხოვრებისა ჩვენისათვის და საქმეთა და სიტყვათა და მოგონებათა მე უკვე რაოდენგზისა მოვიხსენო ესეც სწოლაი შემიპყრობს და ვგონებ ვითარგან კნიღა და მოიწევის მეხსაშინა არამედ თქვენ და ჯერ არს რათა უშიშიყვნეთ ხოლო თქვენ გეტყვით კეთილად მორჩილად რომელი ყოველსავე ზრუნვასა მორჩილებისა მცნებისა მიმართ მიაგებთ რამე თუ ესე ვითარი არს ჭეშმარიტისა მორჩილისა ცხოვრება ხოლო ვითარიმე სიტყვის გებაი გამზადონ თავთა თვისათვის წინაშე საშინელისა მის ქრისტეს საგდრისა რომელი მორჩილებისა წესთა განყვნიან და თვისთა ნებათა მონებენ რომელი აქა და იქი უწესოდ ვლენან და სვლასა ფერხითა არა ნებავს რომელი ვერცხლით დილთა მონათათანა იყვანებიან ანუ აქ საუბარია როგორც მივხვდით რომ ადამიანი სულიერად როგორ უნდა განემზადოს და მე საუბრობს რომ როგორ იქნება მორჩილის გარდაცვალება და როგორ იქნება ურჩი ადამიანის ან ვინც თავის ნებაზე დადის ხოი და ვის წინაშე წარდგება ადამიანი რომ ღმერთის წინაშე წარდგება და ყოველი საქმის სიტყვის ფიქრის გამო პასუხის მიღება მოუწევს ხოი ჩვენი ესე უბადრუკება ვით არ საბოძელ არ სიბოროტე ვით არ უკვე იქცენ მართლუკონ წრფელად მავალნი მონაზონებისა მოქალაქობასა უმჯობერს იყო მათ და იტყვის წერილი არა ცნობა გზისამის სიმართლისა ვიდრე ცნობასა და მართლუკონ ქცევასა ეს იგი ზოგიერთ მონაზონი კაცი შეიძლება იყოს ქალი შეიძლება იყოს ამბობს რომ იგი ვინც მიატოვაო თავის ეს მორჩილების წესი მათთვის ჯობდა რომ ის არც გამხდარიყო მონაზონი ეს ძველი აღთქმიდან არის სიბრძნე სოლომონის ეს რომ იგი ჯობდა არ ეცნო სიმართლეო ვიდრე ეცნო და მე ზურგი ექციაო იტყვის წერილი არა ცნობა გზისამის სიმართლისა ვიდრე ცნობასა და მართლუკონ ქცევასა მოცემულისა მისგან მათთა წმინდისა მცნებისა ეს წერისკაცი შეიძლება იყოს სიტყვაზე მონათლული ადამიანი თუ მოუნათლავზე უარესად იქცევა შეიძლება მისთვის ჯობდა რომ არ მონათლული იყოს მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ადამიანი არ მოინათლოს არამედ ნიშნავს რომ ნათელს რომ მიიღებს მაგალითად აი როგორ არის მინდა მაკარი დიდის ცხოვრებაში არის ესეთი რაღაცა გაგახსენებ რომ მიდიოდა და თავის ქალას წაჰკრა კვერთხი შემთხვევით და მე იმას ელაპარაკება აღმოჩნდა რომ ეს თავის ქალა იყო ერთ-ერთი ქურუმის კეფთაყვანისმცემელი ქურუმის თავის ქალა და ეკითხება რა ხდება ჯოჯოხებს ეს სულიერი მამა იყო ახლა ჩვენ ამას რა თქმა უნდა ვერასოდეს ვერ იმას ვიზავთ რომ ჩვენ ესეთი რაღაც გამოვესაუბროთ მაგრამ ეს სულიერი კაცია და ღმერთმაც გაუხსნა არა მარტო მისთვის არამედ ჩვენთვისაც ახლა მეოთხე საუკუნეში იყო მაგარი დიდი და მთელი 17 საუკუნე ეს ამბავი ქრისტიანებმა იციან გამოელაპარაკა მას და მეუბნება რა ხდება და იქ ჩვენო ძალიან გვიჭირსო ესე იგი ვიტანჯებითო ცეცხლის ალით ეს ცეცხლის ალით რა თქმა უნდა როდესაც ამას აღწერს მინდა მაკარი დიდი ამბობს რომ აი ყველაფერია იმ ზეციური რეალობის ძალიან მკრთალ ანარეკლად მიიჩნიეთ ესე პირდაპირ გაგებით კი არა რომ ესე ის სატანჯოს აღწერს და მერე რამე ნუგეში გაქვთ და მან უთხრა რომ აი როდესაც ჩვენ ლოცულობთ ჩვენთვისა მაშინო ჩვენ ერთმანეთის ზურგით აღარ ვდგევართო და ერთმანეთს ვუყურებთო და ეს არის ჩვენი ნუგეში მანამდე მარტოა ადამიანი და ვერავის ვერ ხედავს როდესაც ჩვენთვის ლოცულობენ ჩვენ ერთმანეთის სახელს ხედავთ და ეს არის ნუგეში და ჩვენზე უფრო მეტ სატანჯველში არის ვინმეო და რატო ამბობ ახლა ჩვენზე უფრო მეტ სატანჯველში ისინი არიანო ვინც ქრისტეს ნათელი მიიღო მაგრამ არ იცხოვრეს ისე იმიტომ ამბობ
არ იცხოვრეს ისე. შეიძლება მონათლული ხარ, შეიძლება მიიღე ქრისტეს ნათელი, ღვთისმცნებაც იცოდი, მაგრამ იმაზე უარესად იცხოვრე და იმაზე მეტად იტანჯება. როგორც აი ამ სულიერ მამას ღმერთმა გამოუცხადა. ხოლო შეემთხვია მათ ჭეშმარიტისა მისებ იგავისა, ძაღლი მიექცა ნათხოვარსა თვისა და ღორი იმწუბა სამგორელსა მწვირისასა. და მათ შეემთხვათო იმ ძველი იგავის ამებრო, რომ ძაღლიო თავის ბოდიში და ნარწყევს მიუბრუნდაო და დაბანილი ღორი წავიდა და ისევ ტალახში ჩაწვა. არამედ თქმული ესე არც სამხილებელად და საწამებელად ესე ვითართა მათ. რამე თუ არცა თუ შეგვინდო ჟამი ესე უმეტესისა თქმად, ხოლო თქვენ კურთხეულნო უფლისა მიერ, რომენი ერთმანეთისა თანა და ურთიერთას ზოგებით ცხოვრებთ, რომელნი შინა დაადგრებით და არა იქმთ უჟამოდ განსვლასა გარეშე საჭიროსა სახმართა და უფრო იზღა უბანთა და კრებათა, რომელი ურთიერთას მონებთ და ესრეთ მეუფებთ სოფელს ამაშინა, ისწრაფეთ და გამზადანი თავთა თქვენთან, მერმისა მისთვის სიტყვის გებისა. აქებს იმის გამო, რომ არ გადიან ისინი მონასტრიდან რაღაც აუცილებელი საჭიროების გარეშე. ზოგადად მონაზონის ერთ-ერთი აღთქმა ისაა, რომ მონასტერს არ დატოვებს. არიან მამები, რომლებსაც აი თავისი მონასტერი წლობით და ზოგს 30, 40, 50 წელი არ დაუტოვებიათ. თუ რაღაც საჭიროება და კურთხევლით მიდიან მონასტრის წინამძღვრისა, ეს სხვა რამე. და ეცადეთო, რომ განამზადოთ თქვენი თავებიო იმ სიტყვის გებისთვისო, რაც ღვთის წინაშე გელოდებათ. იგონებდით დიდ სამას და განჩინებულსა დღესა, ანუ საშინელ სამსჯავროზე ელაპარაკე, მოსვლასა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა, რომელსა შინამ საჯულმან მან სიმართლისა მან დაადგინეს ცხოვარნი მარჯვენით მისა და თიკანი მარცხენით და მარჯვენეთა მათ უწოდო სანატრელი იგი და საწადელი სახელი. მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ გამზადებული თქვენთვის სასუფეველი პირველ სოფლის დაბადებისა. ხოლო მარცხენითა მათ თქვას, წარე იგი და საწყალობელი განჩინება. წარვედით ჩემგან წყეულნო ცეცხლსა მას საუკუნესა, გამზადებულსა ეშმაკისათვის და ანგელოსთა მისთათვის. ესე ხმა ძრწოლითა და შიშითა და ზარტეხითა ახსავსე არს. ამისი ჯერას ჩვენ და გონებაი და შევდომაი და ტირილი და ღვთისა მოწყალე ყოფა თავთა ჩვენთათვის, ვიდრე გამოცდილებადნე სმენელთა ამათ. რომ ვევედროთ უფალსო, რომ სანამ ამას ჩვენი გამოცდილებით გავიგებთ, რომ ამ სიტყვების მოსმენა, რომ წადითო წყეულნო ეშმაკისთვის გამზადებულ სატანჯველში. სანამ ამას მოვისმენთო და ვარ მოვისმინოთ, ამიტომ ვევედროთ ღმერთს და განემზადოთ. რამე თუ ცეცხლი იგი არა დაშიტების და მატლი არა მოკვდების და ბნელი არა განქარდების და საკროელნი არა დაიხსნებიანი და ტარტაროსი არა დაილევის და ხრჭენა კბილთა არა დადუმნების და სხვანი ყოველნივე სატანჯველნი საუკუნო არიან, ამათ უკვე ვიგონებდეთ ზმანო. ეს ყველა სატანჯველი მარადიულიაო და არასოდეს არ დამთავრდება და ეს გვახსოვდეს ყოველთვის. და ნუცა ვართ მოყარე ვნებათა, ნუცა მოშურნე, ნუცა მრისხანე, ნუცა ძვირის მეტყველ, ნუცა ტყუილის მზრახველ, ნუცა სხვისა რაისამე წინააღმდგომისა მოქმედ, არამედ უფროისად მშვიდობასა ვყოფდეთ და მტკიცეთ ვდგეთ და ვინანდეთ და კეთილსა ვიქმოდეთ და ღვთის მოყარებით ვიყვარებოდეთ ურთიერთას და ყოველსავე ბრძანებულსა ჩვენთა ვიქმოდეთ და ყოველთავე დაფარულთა გულის სიტყვათა და უჩინოთა საქმეთა ჩვენთან კეთილისა აღსარებისა მიერ გამოვაცხადებდეთ, რათა მოვიღოთ შენდობა და სატანჯველთაგან განვერნეთ და ცხოვრებასა საუკუნოსა მივემთხვინეთ ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა რდიდება და სიმტკიცე თანა მამი და სული წმინდითურ აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ანუ განვეშოროთ ყოველგვარ სიბოროტეს და ერთმანეთის მიმართ სიყვარულით ვიქცეოდეთ ჩვენს დაფარულ გულის სიტყვებს და საქმეებს კეთილი აღსარების მიერ გამოვაცხადებდეთო და რომ განვერნეთ გადაურჩეთ აი ამ სატანჯველს. ერთი შეგეძიოთ საბას აღამოს
4 საათზე იქნება ზერობა, იქნება ანდრია კრიტელის კანონი და ცისკარი. მეთქი შეგვეცი.